ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო პირველი ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე სულ 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. საზეიმო ცერემონიას ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი და მიხეილ გიორგაძე ესწრებოდნენ. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 25 ივლისს დაიხურება. პირველად ტარდება ფოთში პირველი საერთაშორისო რეგიონული თეატრი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, იმიტომ რომ ერთნიშნულოვნად რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი გახდება ერთგვარი პლატფორმა ძალიან ჯანსაღი კონკურენციის. 21 თეატრი მონაწილეობს, მოკლედ რო გითხრათ, 21 თეატრი, 3 საერთაშორისო, ანუ 2 პოლონური დასი და 1 სტუმრად ყავს თეატრი რომიდან, რომელიც მოპატიჟებული სტატუსით სარგებლობს და 19 რეგიონალური თეატრი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პროგრამები ჩამოვიდნენ.